ირაკლი ღარიბაშვილის მესამე წერილი ციხიდან, ბევრად ვრცელი, ვიდრე წინა წერილები და ბევრად მწვავე. დღისი დაანონსებული წერილი საღამოს გავრცელდა. ყოფილი პრემიერი წერს, რომ მისი წინა ორი წერილის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლების და მათი ექსპერტების ცრუ და ცილის მწამებლური განცხადებები მოისმინა. ეს ყველაფერი მისთვის მოსალოდნელი იყო და ტყუილი წვალებაა. ღარიბაშვილი ამჯერად აკონკრეტებს, რომ დინარაძე მისთვის გადასაცემი წერილი ახლო მეგობრის ხელით გადასცა მისი ოჯახის წევრს, თუმცა ამ ადამიანის ვინაობას არ ასახელებს და ამბობს, რომ ეს ადამიანი ამ შარშის შემთხვევით აღმოჩნდა. რაც შეეხება მდინარაძეს, მას თუ არ სურს უდანაშაულო ადამიანების დაზიანება, შეეშვა სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა. საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ უკვე 8 თვეა მდუმარედ ვზივარ ციხეში. არავის ჩემი ერთი სიტყვა არ სმენია საჯაროდ. არ გადამიდგამს არც ერთი ნაბიჯი, არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. ახლა მიუმართავ ხელისუფლებას. თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია. არაკაცური მახედამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად და ბრმანდობით გამოხყევით, მაგრამ თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ. გამწირეთ, სახლში შემომივარდით როგორც ყაჩაღსა და ბოროტმოქმედს. ამიწიოკეთ ოჯახი, მეუღლე და შვილები, სახლში შეუვარდით დედაჩემსა და მამაჩემს, ჩემს სიმამრსა და სიდედრს. მთელი ეს საშინელი ტკივილი და ტრაგედია, ყველაფერი მოთმინებით და მდუმარებით, ჩემს გულში დავიტიე. ბიძინა ივანიშვილთან ჩემი 20 წლიანი ურთიერთობის გამო, ჩემი მისდამი უდიდესი სიყვარულის, პატივისცემის, უსაზღრო მადლიერებისა და აბსოლუტური ერთგულების ძალით. აგრეთვე ჩემი პოლიტიკური ოჯახის, გუნდისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამო, უსიტყვოდ ვიტვირთე მთელი ეს სიმძიმე და საკუთარი ფეხით წავედი თქვენს მიერ მოწყობილ დაუნდობელ სამსხვერპლოზე. შედეგად 5 წლის ვადით გამიშვით ციხეში, გუნდის შიგნით არსებული კონკრეტული ჯგუფის მიერ შექმნილი ცრუ აღქმების, წარმოსახვების, შურის, შიშებისა და ეტვების გამო, აბსოლუტურად უმიზეზოდ გამიმეტეთ და გამწირეთ ციხისთვის. ვრცელ წერილში ღარიბაშვილი ამბობს, რომ ყოფილი თანაგუნდელები ახლა ციხეშიც არ ასვენებენ და დინარაძის მიერ გაგზავნილი წერილით ითხოვენ ახალი კორუფციული ბრალის აღიარებას იმ მიზეზით, რომ 1%-იანი რისკით დააზღვიონ, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოშორდეს. ამ ყველაფერს თან ახლდა ამორალური შანტაჟი და ზეწოლა, უკვე მეორედ მინიშნება ჩემი 75 წლის მამის დაჭერასთან დაკავშირებით. თქვენ შეეხეთ ჩემი გულისა და სულის ისეთ შრეებს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ამაფეთქეთ და სხვა გზა არ დამიტოვეთ. მე არავის არ ვებრძვი, მე ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. ამიტომ თქვენ მიერ გადმოდმულ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ. რაც შეეხება თქვენს მიერ ორგანიზებულ უღირს და ცილის მწამებლურ კამპანიას სოციალურ ქსელებში თუ ტელევიზიაში, თქვენი ექსპერტების და სპიკერების ცრუ მოსაზრებებს და ნარატივებს მე ერთს გეტყვით. ფრთხილად იყავით, მალე შერცხვებათ თქვენივე განცხადებების, როდესაც ჩემს სიმართლეს გაიაზრებთ. თქვენ ყველა კარგად მიცნობთ, მე ისევ ის ირაკლი ღარიბაშვილი ვარ, ვინც ვიყავი, ისევ იმ სუფთა გულით ვარ, რა გულითაც და როგორი ერთგულებითაც ვემსახურე ჩვენს სამშობლოს, თქვენ ყველასა და მთელ გუნდს. სულ ტყუილად და უსუსურად წვალობთ, რომ ჩემგან გამოიყვანოთ ქვეყნის, გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის მოღალატე. მე ბილდს არ შევეკვრი ზავითა, არასოდეს წავსულ ვარ და არც წავალ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ გაჩერდით და დადუმდით. წერილის ბოლოს ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ არავის წინააღმდეგ იბრძვის და მხოლოდ საკუთარ თავს და ოჯახს იცავს. როდის იქნება ციხიდან ღარიბაშვილის მორიგი წერილი, ჯერჯერობით დაანონსებული არ არის. ყოფილმა პრემიერმა ციხიდან წერილების წერა 17 აგვისტოს დაიწყო. პირველ წერილში ის წერდა, რომ ციხეში მიიღო წერილი, რომლითაც მისთვის უცნობი კორუფციული დანაშაულის აღიარებას თავაზობდნენ, იმ პირობით, რომ საბოლოო ჯამში ციხეში 5 წელზე მეტის გატარება არ მოუწევდა. ამ დანაშაულის აღიარება კი იმის გარანტია იქნებოდა, რომ ის პოლიტიკაში აღარასოდეს დაბრუნდებოდა. ღარიბაშვილი მაშინ წერდა, რომ წერილი, რომლის ფრაგმენტი სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა, ივანიშვილის დავალებით გაუგზავნეს. მეორე დღეს ღარიბაშვილმა მეორე წერილი გამოაქვეყნა, სადაც უკვე მამუკა მდინარაძეს ადანაშაულებდა მისთვის ულტიმატუმის წაყენებაში. ღარიბაშვილი წერდა, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე ხელისუფლება იყო პასუხისმგებელი. ღარიბაშვილის წერილებზე კომენტარები გააკეთეს კობახიძემ და მდინარაძემ. კობახიძე ვერ ხვდება, რა საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს ღარიბაშვილის ოჯახს. მდინარაძე კი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი. დარჩენი არის თლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე. მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე, მათ შორის იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას, შესაბამისად, ჩემთვის ეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნება სწორი მისი განცხადების შეფასება. ძალიან პრობლემური განცხადება, ასე ვიტყოდი, მე კომენტარს არ გავაკეთებ, კიდევ ერთხელ ერთი მარტივი მიზეზის გამო. პრობლემური ჩვენთვის არა.
პრობლემური თავისთვის, ასე ვთქვათ. პატიმრობაში პუბლიკაცია და მე ვფიქრობ, რომ ჩემი სიტუაციიდან თალად სწორი არ იქნება რაღაც შეტევა და ჩემიდან გადასვლა. თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ, აბსოლუტური გულწრფელობით. როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესე კომპრომისով დავუპირისპირდით კორუფციას, ამისთვისაც მზად ვართ. დღეს ღარიბაშვილის მორიგ წერილამდე ციხიდან წერილი გაავრცელა კიდევ ერთმა პატიმარმა პოლიტიკოსმა, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. ის თვლის, რომ ღარიბაშვილის ივანიშვილთან დაპირისპირება ივანიშვილის სისუსტის ნიშანია და ამ დაპირისპირების გაუფასურება არ ღირს. ნუ გააუფასურებთ ღარიბაშვილის შეტლიკინებას და მათ შიგნით რღვევა დაპირისპირებას. რეალურად ასეთი ყანყალი, ჯაღჯაყი და პატარა წამოყვირებები უნდა წავახალისოთ. მიკვირს, რომ გეცოტავათ ბიძინას შვილობილის განცხადება. რეალურად ივანიშვილზე იშვერს ხელს, რომ მეშინია ოჯახი არ გამინადგუროსო. ამ ხილა საქმეები როგორ ლაგდება, სასამართლოში კი არა, არამედ წერილობით, შემოთვლებით, ყაჩაღურად ხდება და სასამართლო პროკურატურა შირმაა, არ არსებობსო. ამოდენა შეტლიკინებას ნუ დაუკარგავთ. რაც მეტი ამოთქვამს ამ ხელს, იქნებ ჩვენც მობილიზდეთ. ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ნუ ვიგონებთ ბიძინას უძლეველობას. ეგ მითი მშიშარა პოლიტიკოსებმა შექმნეს, რომ თავიანთი უძლურობა გადაფარონ. სუსტია და თან როგორი სუსტი.